სადღაც 20 წუთის წინ სახლიდან გამოვედი და გავუყევი ჩემ გზას ხელ მარჯვნივ და მომესვა რომ ხელ მარცხნივ ვიღაცა ჩიხში მაგრად ჭუბობდა ქალები წიოდნენ და მოკლედ თავში გამიელა რომ მეთქი ჯერ შევტრიალდი რა ხდება მეთქი მე ისევ საკუთარმა თავმა მითხრა რომ აი ხა სად მიდიხარ იქნება ბედია და რომ მოტრიალდე ხლა აქეთ და გაუხვია იმ გზაზე სადაც ჭუბია ვიღაცა მაიღოს და დაკლას ღორივით მე ისევ წამში საკუთარმა თავმა მითხრა რომ შევტრიალდე ჩემ გზაზე გავაგზელე სიარული მეთქი იქნება ის არის ბედი რომ ვიღაც სიცოცხლე გადაანჩინოთ ხო და აი ესე ძალიან მოხალისედ რა თქმა უნდა გადაწონა ვაიშ კაცმა სოფომ და გავედი და ნახე რომ ვიღაცა თვალი კაცი დანით ჯერ ქალებს ურტყავს რაღაცა ობიექტი გაიხსნა გუშინ წინ და ამ ობიექტთან რავი მიხეტიალდა როგორც ჩანს ან უფასო სასმელს ითხოვდა ან უფასო საჭმელს თვალი ნასვამ მდგომარეობაში და იყო გაიწი გამატარე დავრეკე პოლიციაში მანამდე სანამ პოლიცია მოვა მეთქი გავჩერდები აქ და იქნება ვინმეს რამე უშველო და ხოდა ეხა რატო ყვები ამ ამბავს რა სანამ ესე იგი ეს ამბები იქ მიმდინარეობდა ცენტრალური გზა არის და უამრავმა მამაკაცმა ჩაიარა მათ შორის ქალბატონებმაც ერთადერთი პატარა გოგო ალბათ ჩემზე პატარა იქნებოდა ასაკითხოში ლამაზი გოგო გაჩერდა და ნუ მოკლედ ისიც შეყონდა იმ ამბით ალბათ რომ რაღაცა დახმარება გაეწია რა და სანამ ეს ჩვენ ვიდექით იქ რამდენმა ათეულმა ქართველმა ვაშ კაცმა ჩაიარა ვერ გეტყვით ზედა შემოუხედავს არავის აი ესე მე ქართველი კაცის ჭყალებში დაუძლურება აი არ ვიცი მაგას რა ქვია რა აი ჩაქოცებულია მთელი საქართველო მამრობით ცქეში ერთი გაჩერდა როგორც გიხართ ის ქალბატონი მე ვიყავი და ეს გოგონა იყო რომელიც აი ესე გამოდელი იყო და გაჩერდა სეირის სანახავად კი არ გავჩერდით დახმარების გასაწევად გავჩერდით რო ვინიცობა და ყოფილიყო და თქვენ რო ჩერდებით მაგ მომენტში კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ გაღიზიანებულ მამაკაცაც სხვანაირი შიში უჩნდება იმისი რომ ну მოკლედ ბევრი ადამიანია და იქნება მირჩევნია დაუმშვიდდე რა ხო და რა გჭირთ ამ ქართველ კაცებს ღმერთო ასეთი სილაჩრე გაგონილა რომ შენ ცხვირწინ ვიღაცას ურტყავს დანაუჭირავს ხელში და ყუდამოძუებული გარბი ხარ შორი ახლოს მაინც შედექი და გაჩერდი რომ ეს დანა რომ ერთმა მეორეს დაარტყას რაღაც დახმარება გაუწიო რა ანუ არ ვიცი ომი ხო არ უნდა ქართველი კაცი ხა ომში ხო არ შევა თქვენი კაციც ხო ამასობაში მე პატრული მოვიდა გადაობა იყო ის რომ ეს პატრული რაღაცეებს თავის საქმეს აკეთებს მე გავორველოდები როგორც გამომძახებელი და მომახტა ეს დორი და ჩემ ფეხთან დააპირა სქესობრივი კავშირის დამყარება ამიტომ ერთი ფეხი ლაფიანი და ტალახიანი მაქვს ჩემი განებივრებული ქალბატონინების მიერ სიტუაციაში